ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეასი ჭინავასთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშვიდობისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს თუ საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო. ეს არის მუხლი, რომლის ამოქმედებაც ივანიშვილთან მიმართებაში შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით არ განიხილება. ბიზნესმენის მოქალაქეობის საკითხი ჯერ კიდევ გუშინ ერთხელ აქტუალური გახდა. მას შემდეგ რაც გუშინდელ ქადაგებაში საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რადგან ის ქართველია. ამ შეფასების შემდეგაც ხელისუფლებისთვის ეს საკითხი ასე მარტივად არ დგას. სახელმწიფო მორალით ვერ იხელმძღვანელებს, სახელმწიფო სამართლით უნდა იხელმძღვანელოს აცხადებენ უმრავლესობის წევრები. უფრო მეტიც ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოქალაქეობის მინიჭება ერთ თვეში ნამდვილად არ ხდება. თუ არ ვწდები, ამას 3 თვე სჭირდება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული წვლილიც არაა პირდაპირ კავშირში, კაცი რუსეთში მოქმედი ბიზნესმენია და ზუსტად მაშინ, როცა პოლიტიკაში მოვიდა, მის ბანკ როსიისკი კრედიტს გაუქმებული ლიცენზია გაუგრძელეს, აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია. თუკი მორალური ასპექტით არა, რა სამართლებრივი დეტალები არსებობს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის შემთხვევაში შესაძლებელია დაჩქარებული წესი ამოქმედდეს. ვახტანგ ხმალაძე და ლაშა თორდია იქნებიან დღეს ერთმანეთის პირისპირ, მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში FM 94.7-ზე გადაცემა არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობის და ლაშა თორდია და რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე. საღამოშვიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით აიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. როგორც მე აღნიშნე, გუშინდელი ქადაგების შემდეგ კვლავ გააქტიურდა და აქტუალური გახდა თემა იბრძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, პატრიარქის განცხადება ივანიშვილის მოქალაქეობასთან მიმართებაში. არა მარტო, ესე რომ ვთქვათ, საზოგადოების განსჯისაგანი გახდა, არამედ ამას მოყვა კომენტარები პოლიტიკოსებისგანაც, მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც, რომლის ციტირება მე მოვახდინე შესავალ ნაწილში. გაზეთი ვერსიისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონი ლაშა საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს ამ საკითხზე და მინდა სწორედ მასთან საუბრით დავიწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ლაშა საუბრობს, ეს არ არის ესეთი მარტივი პროცესი და ესე ვთქვათ, განსაკუთრებული წვლილიც კავშირში არაა ამ საკითხთან მიმართებაში. რას გულისხმობ ბატონ ლაშა? მე მოვიყვანე მუხლი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია თუნდაც ივანიშვილთან მიმართებაში ამოქმედდეს ეს მუხლი დაჩქარებული წესით მინიჭების შესახებ. არ არის ეს დასაშვები? პირველ რიგში მივესალმებით ელემაყურებელს, ჩვენ აუცილებლად ამ შემთხვევაში უნდა გავმიჯნოთ მოქალაქეობის დაკარგვა და მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები. ერთ ჩვენ გვაქვს ორ საკითხთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში საქმე, ერთი არის დაკარგვა, მეორე არის მინიჭება. მინიჭებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს ამ პროცედურით აქვს უკვე ნასარგებლი, ვინაიდან აქვს მინიჭებული მოქალაქეობა და ასევე დაკარგულიც, ვინაიდან მან მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, მას შემდეგ რაც გახდა რუსეთის მოქალაქე, ეს იყო ადრე. თუმცა ამ ეტაპზე მას აქვს საშუალება და ამას არავინ არ ზღუდავს, რომ იმართოს პრეზიდენტს თავიდან მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. თუმცა დაკარგვასთან დაკავშირებით არის ცალკე პროცედურა და ამაზე მოქმედი კანონმდებლობა ჩვენ ცალსახად მე როგორც ვიცი, სწორედ მისი პირადი ადვოკატი და ივანიშვილის ირგვლივ შეკრებილი, ასე ვთქვათ, იურისტები უკვე გეგმავენ, რომ გზად არის გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მიმართოს ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს აღდგენასთან დაკავშირებით. რამდენ ხანში არის შესაძლებელი და სწორედ ამ შემთხვევაში თუ ამოქმედება ის მუხლი, რომელზედაც მე ვსაუბრობ ბატონ ლაშა? ესე იგი ის ნორმა, რომელიც რაღაც ჩარჩოში აქცევს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მიქცეს საქართველოს მოქალაქეობა, ანუ რაღაც ჩარჩოს ადგენს, რა ჩარჩოშიც იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის დისკრეციული უფლებამოსილება შეგახსენებს საქართველოს პრეზიდენტის მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირისათვის ორმაგი მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის ჩარჩო, რომ პირს უნდა ქონდეს გარკვეული დამსახურებები ქვეყნის წინაშე და ამ დამსახურებების გათვალისწინებით შესაძლებელია მას მიენიჭოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით, შესაძლებელია მიენიჭოს მოქალაქეობა. თუმცა აქ არის მთელი რიგი პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ კრიტერიუმებს ამა თუ იმ პირის შეფასების მომენტში, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტი. მინდა გითხრათ, მოქმედი კანონმდებლობით აუცილებლად უნდა იქნეს ესა თუ ის პირი შესწავლილი
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ასევე კონდაზოვის დეპარტამენტის მხრიდან ეს არის გაწერილი კანონმდებლობით. წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის პიროვნება, რაიმე საფრთხეს ქვეყნისათვის, ემსახურება თუ არა რომელიმე სხვა ქვეყანას, შეიძლება თუ არა გააჩნდეს რაღაც უარყოფითი ვალდებულებები ჩვენი ქვეყნის მიმართ და დამოკიდებულება მაშინ, როდესაც ის არის სხვა ქვეყნის მოქალაქე. ამ შემთხვევაში ყველა ამ კრიტერიუმის შეფასების შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება. თუმცა არის ჩარჩო დეკლარაციული ნორმა, რომელიც იძახის, რომ ამ გარკვეული პიროვნებისთვის შესაძლებელი არის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, თუ მას გარკვეული წვლილი მიუძღვის ქვეყნის ცხოვრებაში ან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია, რომ ის გახდეს თქვათ საქართველოს მოქალაქე. კი ბატონო, ნუ ახლა ცოტა გავგებარია თუ კი მას ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე ვალდებულება შეიძლება ის ემსახურებოდა სხვა ქვეყნის ინტერესებს. ეს ერთმანეთთან თანხმდროში მოდის ხოლმე ზოგადად? რა თქმა უნდა, მოდის, იმიტომაც არის ზუსტად ჩადებული დღევანდელ კანონმდებლობაში და უნდა იქნეს მთელი რიგი კრიტერიუმები შესწავლილი ამ თუ იმ პიროვნების. ანუ ეს კრიტერიუმები როგორც უშიშროების მხრიდან შესწავლილი, ასევე ხელისუფლება არის ცოტა ივანიშვილის საქმიანობას 2011 წლის 7 ოქტომბრამდე მასთან კითხვის ნიშნები არ ქონია. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არ გაქვს, მანამდე სანამ ადამიანი არ აცხადებს, არა გაცხადებული რომ ის მიდის პოლიტიკაში და აქ ამბიცია რომ მართოს ქვეყანა, ამბიცია იმისა რომ მისი პოლიტიკა იყოს განმაპირობებელი ქვეყნის, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის, ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ახდენ პიროვნების შესწავლას, თუ მანამდე რაიმე ტიპის დანაშაული არ ჩაედინა. მანამდე ბიძინა ივანიშვილს არანაირი რაიმე ტიპის დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად არანაირი ამ შემთხვევაში რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა. თუმცა როდესაც არის ამბიცია, იმ საქმიანობით ვიდრე ის შემოვიდოდა პოლიტიკაში. ამ ადამიანს აქვს ცალკეული საქველმოქმედო საქმიანობა განხორციელებული, თუმცა საქველმოქმედო საქმიანობა მთავრდება იქ, სადაც იწყება პოლიტიკა. საქველმოქმედო საქმიანობა გადაიქცევა უკვე პოლიტიკური დივიდენდების დაგროვების ერთ-ერთ საშუალებად, როდესაც უკვე გადადგა ნაბიჯს პოლიტიკისკენ. როდესაც პიროვნება არ აცხადე პოლიტიკაზე პრეტენზიას, ამ შემთხვევაში როგორც ჩვეულებრივ ფიზიკურ პირს შესაძლებლობა გაქვს განახორციელო ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც კანონის ფარგლებში ჯდება. კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა და შემდეგ ბატონო ვახტანგის მოსაზრება მოვისმინოთ ამ საკითხზე. რამდენი ხანი დასჭირდება დაუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდე რა უწყებები ჩამოთვალოთ, უკვე აღარ მახსოვს რომ შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა ესე ვთქვათ კანონმდებლობით მაქსიმალური ზღვარი არის 3 თვე. კი ბატონო, 3 თვე. 3 თვის განმავლობაში ბატონო ვახტანგ, შეგვიძლია რომ 3 თვეს არ დაელოდოს ამ შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია თუ არა დაჩქარებული წესით მიანიჭოს აღუდგინოს ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაზეც ახლა მე და ბატონი ვაშავ საუბრობთ. ძალიან მოკლედ გიპასუხებთ, რასაკვირველია შეუძლია. და ის რომ 3 თვე არის ზღურული ვადა. 3 თვემდე. ზედაჭერი ანუ. 3 თვეს რო არ ელოდოს ამ შემთხვევაში ივანიშვილი. რასაკვირველია მე. შესაძლებელია კი. რასაკვირველია მე შესაძლებელია. 3 თვე არის ის უკიდურესი ვადა, როცა უნდა იქნეს გაცემული პასუხი, ან დადებითი, ან უარყოფითი. კი ბატონო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება გაკეთდეს ერთ კვირაში, ერთ თვეში, თვენახევარში და ასე შემდეგ. მაგრამ მე თავისუფლებას ვიცი, რომ ცოტა სხვა რაღაცებს მივახციო აქ ყურადღება. დიახ, ისმენთ. პირველ რიგში იმას, რაც მე ვთქვი მაშინვე, როგორც კი გავიდა პრესაში ინფორმაცია, რომ აი ბიძინა ივანიშვილს უწყვეტენ თუ უკვე შეუწყვეტეს მოქალაქეობა. მე მაშინვე გამოვთქვი ამას ჩემი შეფასება გავაკეთე და შეფასება ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციას. მე მინდა გითხრათ, რომ როგორი სახის ნორმებიც არ უნდა ეწეროს კანონში, ამოსავალი ამ შემთხვევაში მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტისა, ეს არის კონსტიტუციის ნორმა. დიახ. და აქვე შევახსენებ სულ ყველას, რომ კონსტიტუციას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, აი ეს საკითხი, რაც კონსტიტუციამ რაღაცნაირად გადაწყვიტა. შემდგომ კანონით არის მოწესრიგებული თუ არ არის მოწესრიგებული. თუ კანონის ნორმა რაიმეთი განსხვავდება კონსტიტუციის ნორმისაგან, მოქმედებს კონსტიტუციის ნორმა. ანუ უპირატესობა ენიჭება კონსტიტუციის ნორმას. და კონსტიტუცია ამბობს, კონსტიტუცია ცნობს საქართველოს მოქალაქის ორ შესაძლო მდგომარეობას. ერთი არის პირობითად დავარქვათ, ჩვეულებრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მოქალაქეობას იღებს დაბადებით, მაგალითად, ჩემი და ჩემი მეუღლის შვილი, როგორც კი დაიბადა, იყო საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ ჩვენ ორივენი ვართ საქართველოს მოქალაქეები. კი ბატონო.
ასევე ნატურალიზაციით. დიახ. ანუ, როდესაც პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, რომლის მიღების წესიც და პირობებიც კონსტიტუცია ამბობს, რომ უნდა განისაზღვრებოდეს ორგანული კანონით. ორგანული კანონით ეს წესი და პირობები განსაზღვრულია. იქ არის რაღაც 5 წლიანი ცხოვრების ვადა საქართველოში, ენისა და სამართლის საფუძვლების ცოდნა კანონით დადგენილ ფარგლებში, იქ საცხოვრებელი ადგილის და სამუშაო ადგილის და შემოსავლის წყაროს ქონა, აი ეს პირობები. ასე იღებს მოქალაქეობას, თვითონ ამ განმარტებიდან ჩანს, რომ ეს უნდა იყოს ზრდასრული პირი. და თუ ამ პირმა მიიღო მე მის არასრულწლოვან შვილებსაც ეძლევათ ხოლმე მოქალაქეობა და შემდეგ ეს არის ერთი მდგომარეობა. დიახ. ამის შემდეგ კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება არ აქვს იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. აქ წერტილია დასმული და წერტილის მერე გრძელდება. გამონაკლისის შემთხვევაა წერტილის მერე და ეს გამონაკლისის შემთხვევა ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. დიახ, სწორედ ამას ვსაუბრობდით, ხო? ამას ამბობს კონსტიტუცია. არა, თქვენ ეს ნორმა კანონისა, რომელიც მოიყვანეთ, ის კიდევ უფრო შლის ამას, უფრო მეტს ამბობს. კონსტიტუცია ამბობს ამას. ამით მე რის თქმა მინდა. რასაკვირველია, მოქალაქეობის მინიჭებამდე სრული უფლება აქვს სახელმწიფოს შეისწავლოს ეს პიროვნება და შეიძლება ამ პიროვნების შესწავლის შედეგად გამოვლინდეს რაიმე ისეთი, რაც მიუხედავად იმისა, რომ ამ პირს ჰქონდა განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის წინაშე, ან მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს იმ მომენტში მიაჩნდა, რომ ეს პირი ამ პირის მოქალაქედ მიღება საქართველოს ინტერესებისთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ შესწავლის შედეგად შეიძლება ისეთი რამე გამოვლინდეს, რომ მათ არ მიანიჭონ მოქალაქეობა. დიახ. მაგრამ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თქვათ ბიზინა ივანიშვილთან დაკავშირებით. მას 2004 წელს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა. დიახ. აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ ან მისი პიროვნება საკმარისად შეისწავლეს, დიახ. ან არ შეუსწავლიათ და უბრალოდ შეუსწავლელად მიანიჭეს მოქალაქეობას. ყოველ შემთხვევაში პრეზუმპცია აქ არის ასეთი, რომ მას ჰქონდა ან განსაკუთრებული დამსახურება, ან საქართველოს ინტერესებში შედიოდა მისი მოქალაქედ მიღება და მოქალაქეობა მიენიჭა. შემდგომ, აი წელს, ახლა, ამ ერთი თვის წინ, დაახლოებით, მას შეუწყვიტეს საქართველოს მოქალაქეობა იმ მოტივით, რომ მან საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მე აქ პროცედურულ, თქვათ, დარღვევებზე არაფერს ვთქვი. მე აქ მინდა ვთქვა შემდეგი რა. რომ კონსტიტუცია არ ცნობს არანაირ მესამე მდგომარეობას საქართველოს მოქალაქისთვის. ის ან არის ერთმაგი მოქალაქეობის მქონე, დაბადებით ან ნატურალიზაციით, ან ის არის ეგრეთ წოდებული ორმაგი მოქალაქეობის, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სამაგია, ოთხმაგია, მაგას უკვე მნიშვნელობა აქვს. აღარ არის დაკონკრეტებული რამდენი მოქალაქეობა. ორმაგი მოქალაქეობა ქვია, თუნდაც ხუთ მოქალაქეები იყო. ზოგან წერენ მულტიმოქალაქეობას, ანუ მრავალ მოქალაქეობას. ანუ 2004 წლის შემდეგ, როდესაც მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, ამ შემთხვევაში კი ავტომატურად მას საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის, ესე ვთქვათ, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მე მიმაჩნია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ასეთი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ პირის სამართლებრივი მდგომარეობა, როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის, არ შეცვლილა. ყველა სხვისთვის, ანუ დაბადებით ან ნატურალიზაციით მოქალაქისთვის, აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. კი ბატონო. და ამისთვის არ შეცვლილა. და კიდევ უბრალოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. ესეთ კურიოზს, რომელიც შეიძლება მოხდეს. წარმოვიდგინოთ, რომ პირს უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. და თქვა რაღაცა დროის გასვლის შემდეგ, რომელიღაც სახელმწიფომ, სადაც ეს პირი თქვათ ეწეოდა ქველმოქმედებას, ან თქვათ იყო აი დედა ტერეზას მსგავსი პირი და რომელიღაც სახელმწიფომ მას აგრეთვე მიანიჭა მოქალაქეობა. ჯილდოს სახით მოქალაქეობა. ახლა რა ამ ლოგიკური იქნება, რომ ამ პირს შევუწყვიტოთ საქართველოს მოქალაქეობა, ახლა სამართლის ენაზე არ ვლაპარაკობ. სამართლის ენაზე ჩვენი კონსტიტუციის თვალსაზრისით მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება სრულიად არაკონსტიტუციური მოქმედება, მაგრამ ლოგიკურად შევხედოთ. ამ პირს უნდა შეუწყვიტეს თუ არა საქართველოს მოქალაქეობა რა, ამითი ან მისი დამსახურება გაქრა ქვეყნის წინაშე,
ან ეს მეორე საფუძველი რომ ამ პირის მოქალაქედ მიღება საქართველოს ინტერესებში შედიოდა ეს საფუძვლები გაქრა და მე კონსტიტუცია კიდევ ერთი რამე არაფერს ამბობს იმის თაობაზე რომ მოქალაქება მინიჭებულ პირს შეიძლება შეუწყდეს მოქალაქეობა ორგანულ კანონში როცა ჩანაწერია აი ბაზ ის კონსტიტუციაზე აკეთებს მითითებას ანუ არ გულისხმობს ეს ავტომატურად თუ კი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს კონსტიტუცია ესეთ ნორმას არ ცდობს კი ბატონო მოდით გადაცემაში რეკლამის დრო რეკლამის შემდეგ ბატონ ლაშას ვკითხოთ სად გაქრა ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ქვეყნის წინაშე როდესაც მან დაკარგა ქვეყნის მოქალაქეობა რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავუმატებთ უყურებთ ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში არგუმენტებს ლაშა თორდია ვახტანგ ხმალაძე ჩვენი გადაცემის სტუმრები პირველ ნაწილში ბატონი ვახტანგი საუბრობდა იმაზე რომ თუ კი 2004 წელს ივანიშვილს მიენიჭა მოქალაქეობა კონსტიტუცია არ ცნობს ნორმას რომლის მიხედვითაც შეიძლება ადამიანს ჩამოერთვას ხო მოქალაქეობა თუნდაც მან შემდეგ ორმაგი მოქალაქეობის სტატუსით კიდევ მიიღოს მესამე ქვეყნის მოქალაქეობა კი ბატონო ამასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს მე წინა ნაწილშიც დაგისვით კითხვა და კიდევ ერთხელ მინდა კითხოთ და თქვენი აზრი მაინტერესებს 2004 წლიდან 2011-ის 7 ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა თუ არა ქვეყნის წინაშე რაიმე დამსახურება ერთ რაღაცას უნდა შევთანხმდეთ თეა მე ვიცი ამ კითხვას საერთოდ მივყავართ და მაშინ ივანიშვილის რომ არ შევეხო და ზოგადად ვისაუბროთ არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება მიუხედავად მისი დამსახურებისა წარსულში შემდგომში დაარღვიოს კანონები ეს ვიქნები მე თქვენ ბატონი ვახტანგი ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა იმის გამო რომ მე თქვა გამოჩნია დიდი თანხები იმისათვის რომ გარკვეული საქველმოქმედო საქმიანობა განვახორციელო და ამის შემდგომ ვარღვიო პერმანენტულად კანონი ცუდად მოვიქცე მე ეს საქველმოქმედო საქმიანობა ის დამსახურება ნამდვილად არ მძენს კი ბატონო მაგრამ ესეც ხო სადავოა დაარღვია თუ არა ივანიშვილმა კანონი იმუნიტეტს ეს დამსახურებები მე ნამდვილად არ მძენს იმიტომ რომ მე კანონთან თანასწორი ვარ ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე ეს ამაზე შევთანხმდით აქ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებები თუმცა ეს მისთვის იმუნიტეტი არ არის ნამდვილად როდესაც ის მე ნებისმიერი მოქალაქე დავარღვევთ კანონს გვაქვს თუ არა დამსახურება ყველანი კანონის წინაშე ვართ თანასწორი და რა ვქნა თუ კონსტიტუციაზე არ საუბრობს კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიუხედავად ბატონი ვახტანგის ძალიან ღრმად სოდნისა კონსტიტუციისა და ამას მე გულწრფელად ვამბობ ნამდვილად და არა რამე ნიშნის მოგებით მე ამგვარ ინტერპრეტაციაში ბატონ ვახტანგს ნამდვილად ვერ დავეთანხმები თუ ამ ლოგიკით ვიმჯერებთ ბატონ ვახტანგ კონსტიტუცია ასევე ცნობს რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არის აკრძალული თუმცა აქ გამონაკლისი მაპატიეთ ერთი კონსტიტუციას გავყვეთ ისე ბძანეთ რა თუ შეიძლება გავიხსენოთ ვიმჯელოთ დავასრულებ და მე ხო არ ჩაგერეთ კი ბატონო თუმცა კონსტიტუცია ადგენს გამონაკლის შემთხვევებს მოქალაქეობის ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით და ეს გამონაკლის შემთხვევად გინდება შესაბამისი კანონით რომელიც ასევე კონსტიტუციაში არის მითითებული რომ გადაკარგვის წესი მინიჭების წესით გინდება ორგანული კანონით მოქალაქეობის შესახებ მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი კი გვეუბნება რომ თუ პირმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდგომ მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ის ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას ეს არის საკუთარ ნაცვლად ერთი შეცდომა რა კონსტიტუცია ამბობს რომ მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. ის არ ამბობს კონსტიტუცია რომ მოქალაქეობის მიღების ან მოქალაქეობის დაკარგვის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. საფუძვლები სხვა არის დამეთანხმებით ალბათ წესი სხვა არის. წესი არის როგორ შევასრულოთ ის, რაც კონსტიტუციაში წერია. საფუძვლები მოქალაქეობის მიღებისა განსაზღვრულია კონსტიტუციით. და ეს არის როგორც მოგახსენეთ დაბადების მოქალაქეობა, ნატურალიზაცია და მინიჭება. ეს არის საფუძვლები. ასევე საფუძვლები მოქალაქეობის დაკარგვისა განსაზღვრულია კონსტიტუციით, სადაც კონსტიტუცია ამბობს მიუთითებს კანონზე, წესზე. მხოლოდ წესის შემთხვევაში. მაგაზე უნდა შევთანხმდეთ წესზე, მიუთითებს საფუძვლებზე. წესზე საფუძვლები სხვადასხვა რამეა. არა, საფუძვლებზე მიუთითებს ბატონო. მაგაში ვერ ვთანხმდებით ჩვენ. რა წერია კონსტიტუციაში? ნება მივოძეთ მეც გქონდეს ჩემი. რა წერია კონსტიტუციაში? მითხარი. კონსტიტუციაში წერია დაკარგვის
საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ აი, ეხლა მოდი, პატარა ბიჭივით მოვიქცევი. დავნაძლებდეთ ბატონო, რომ საფუძვლები არ წერია. ნუ ეგ თქვენი ის არის, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ გაგვიმარტოს. არა, წავიკითხოთ ტექსტი. კონსტიტუციის ტექსტი არა, გავთაქვით მე. კონსტიტუციის თუ შეიძლება პროდიუსერს იქნებ. ვიცი რომ კონსტიტუცია ძალიან ახლოს იცნობთ, მეც ამ შემთხვევაში მაქვს ჩემი აზრი კონსტიტუცია და ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე ინტერპრეტაციასთან. თქვენი და ჩემი როგორ მივუდგებით? დავნაძლებდები თუ არა? საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება გაგვეკეთოს განმარტება, თუ არ ვხვდებით. თქვენ ბრძანებთ კონსტიტუციაში წერიაო, მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები და წესი განისაზღვრება კონსტიტუციო. მე გეუბნებით რომ იქ საფუძვლები არ წერია, წერია მარტო წესი. რა მნიშვნელობა? ანუ ეს კანონი რისთვის არის მიღებული? რისთვის არის ეს კანონი მიღებული? სადაც წერია 32 მუხლი ორგანული კანონის. რატომ წერია მაშინ თუ სხვა მოქალაქეობა მიიღო? ანუ ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური? ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური. კარგი, შეგახსენებთ. მოქალაქეობის შესახებ კანონი იყო მიღებული 1993 წელს. აი ეს მუხლი 32 მუხლი. რა სახითაც იყო მიღებული 1993 წელს, როდესაც კონსტიტუციაში არ არსებობდა გამონაკლისი ორმაგი მოქალაქეობისა. როდესაც ორმაგი მოქალაქეობა საერთოდ აკრძალული იყო. ეს მუხლი იმ დროს იყო დაწერილი. იქ წერია მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები და წესი და მას შემდეგ, როდესაც 2004-ში გაჩნდა ის საგამონაკლისო ნორმა, რომ პრეზიდენტს მიენიჭა უფლება მიანიჭოს მოქალაქეს საქართველოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა, ეს ნორმა არ შეცვლილა. ეს დარჩა უცვლელად. მე ისე რის თქმა მინდოდა რომ მე გავყოლოდეთ კონსტიტუციას პირველი წინადადება კონსტიტუციის მე-12 მუხლისა, პირველი პუნქტი. ეს არის რომ საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებიდან ნატურალიზაციით. მეორე პუნქტის პირველი წინადადება საქართველოს მოქალაქეს უფლება არ აქვს იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე და შემდეგი წინადადება არის უკვე საგამონაკლისო წესი რომ პრეზიდენტს უფლება აქვს მიენიჭოს. აი ის მოქალაქეობის მიღება რომ არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, ეხება იმას ვისაც მოქალაქეობა მიღებული აქვს ან დაბადებით, ან ნატურალიზაციით. და ეს არ ეხება იმას, ვისაც მოქალაქეობა მიენიჭა, რადგან მას უკვე ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამის მერე ის ამ ნორმით რომელიც დღეს მოქმედებს. თუ ბატონი ვახტანგის ლოგიკით გამოდის რომ ეს ნორმა რომელიც დღეს მოქმედებს არის ანტიკონსტიტუციური. ანუ ის მოქალაქეები რომელიც არის დაახლოებით 1000-ობით რომლებიც კარგავენ ამ ნორმით მოქალაქეობას ყველა ამ ადამიანისთვის ჩვენ უკანონოდ გაგვიქმნებით მოქალაქეობა. ეხლა რატო ვაკეთებთ ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციას? არა ბატონო, მე გითხარი. ბატონო, მაგცალეთ რა. ბატონო, ლოგიკით მიდიხარ. ლოგიკით მიდიხარ. არა, არასწორი. მე ვთქვი, რომ თუ მოქალაქეობა მიღებული ქონდა პირის დაბადებიდან ნატურალიზაციით. კი ბატონო. და თუ ის მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მან უნდა დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა. როდესაც ვთქვი მე რომ იმ ადამიანებს უკანონოდ უწყდებათ მოქალაქეობა მეთქი. ეს ნორმა არ მოქმედებსო, არ შეიძლებაო ამ ნორმითო დაკარგო მითქოს მოქალაქეობა, არ თქვით? მე ვთქვი რომ ეს ნორმა არ მოქმედებს იმ პირის მიმართ, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ანუ რომელიც გახდა უკვე ორმაგი მოქალაქეობის მქონე. მის მიმართ არ მოქმედებს მეთქი ეს ნორმა. ამის შემდეგაც რომ მიიღოს სხვა ქვეყნის სამაგ მოქალაქეობაზე. არიან პირები ბატონო ვახტანგ ასევე, ათასობით არის ეს ადამიანები, რომლებიც იგივე მდგომარეობაში არიან როგორც ბიძინა ივანიშვილი. ამ შემთხვევაში არც ერთ ადამიანს თავში არ მოსვლია ის რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური ნორმა, გაესაჩივრებინა საკონსტიტუციო სასამართლოში და გაუქმებულიყო. ანუ ძალიან რატომ გახდა ესე აქტუალური ბიძინა ივანიშვილზე და ეხა ინტერპრეტაციები ამ ნორმის. მანამდე რატო არ იყო? რო არ დავაკეთოთ, დავაბნიოთ საზოგადოებას თქვენი ეს საკითხები თუ შეიძლება. კი ბატონო. თქვენ ბრძანეთ რომ არის ათასობით ადამიანი, რომელიც იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქე და გახდა ორმაგი მოქალაქე. მე მიენიჭა მესამე მოქალაქე. ისე თუ ერთ ათეულ შემთხვევას მაინც ამოიღებს. ძალიან ბევრია ბატონო ვახტანგ, ძალიან ბევრია. ათეულს კი არა, ასეულს. შეგიძლიათ შემდგომი გადაცემისთვის მოგვაწოდოთ ამ ადამიანების გვარები? ხელმისაწვდომია ბატონო ლაშა შესაძლოა ამ ადამიანების გვარები მოგავა. მიეწოდეთ ხალბატონ თეა. კოდექსში შევძანდი. დიდი სიამოვნებით ამასთან დაკავშირებით თუნდაც საინფორმაციო დაინტერესება. პრეზიდენტის ბრძანებულებით ხდება მოქალაქეობის მინიჭება, მოქალაქეობის დაკარგვა. ეს არის საჯარო ინფორმაცია. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს
ამას ვერ გაიგებთ კოდექსს. გასაგებია. მე ბრძანებულების კარგად ვიცნობ. ბრძანებულების ფორმულა არის ასეთი. ძალიან ბატონო ახლა უთხარით. არა, აუცილებლად გაცდით. ჩვენ თომაში შეკავთ. არ შემკავს არანაირად, არ შემკავს. ბატონო ლაშა, იმ ბრძანებულების ფორმულირება. გეტყვით ნერვიულ, ბატონო, ბატონო ნერვიულ. ერთი წუთი ბატონო. როცა სიმართლეს არ ამბობენ. აი ეს ძალიან მანერული ხომ რა ქვია ბატონო. სიმართლეს როგორ არ გეტყვით რა სიმართლეს რატო არ ვამბობ? გეტყვით. ვერ შეიძლება მივიღო ეს ინფორმაცია. პრეზიდენტის ბრძანებულება ასეთნაირი შინაარსის არის, აი იმ შემთხვევებში, ასეთ შემთხვევებში, რომ შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა, მავანს და მავანს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო. იქ არ ჩანს ამ პირ საქართველოს მოქალაქეობა ქონდა დაბადებით ნატურალიზაციით თუ მას ქონდა მინიჭებული. ანუ იმ ბრძანებულებებიდან და სისტემატურად ვადევნებ თვალყურს ამ ბრძანებულებებს და წაკითხული ბრძანებულებები არის მოქალაქედ მიღების, მოქალაქეობის მინიჭების, მოქალაქეობის შეწყვეტის, ერთი და იმავე პირისთვის ერთდროულად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის მინიჭების ვერ გავაკეთოთ, თუნდაც მოვიპოვო ეს და იდეაში რო ჩავთვლით. თქვენ ვერ გააკეთეთ. ეს პირი იყო თუ არა? ბატონო, იდეას რო ჩავთვლით, იდეას რო ჩავთვლით, კანონმდებლის, რომელმაც მიიღო კონსტიტუცია და შემდგომ ეს კანონი. იდეაში მდგომარეობს დაბადებით ქართველი, რომელსაც ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და მარე მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მას უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. და სხვა ქვეყნის მოქალაქემ, თქვათ, ფრანგმა, არასაქართველოში დაბადებულმა პირმა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ამის შემდგომ მიიღო კიდე სხვისი მოქალაქეობა, მაგათ არ უწყდება. ანუ ესე იგი, დავსდევთ პირებს. არა, ეგ არის ინტერპრეტაცია. არა, ისევ სწორად ამბზარებ. მოქალაქეობის მიღება და მოქალაქეობის მინიჭება არის სხვადასხვა რამე. ხო, სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს, თუ მას არ შეუწყდა იმ ქვეყნის მოქალაქეობა. კანონში წერია ასე. მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. პრეზიდენტის ანუ მიღება, მოქალაქედ მიღება და მოქალაქეობის მინიჭება. მინიჭება ამ შემთხვევაში კი ბატონო, მინიჭებას ვიძახი მეც. გასაგებია ბატონო. ანუ დავსდევთ ეს რაც იყო ამას საქართველოს მოქალაქეებს დაბადების რომლებიც მოდით ცოტა წინ გავიხედოთ და არაფერს არ უშავთ იმ მოქალაქეებს რომლებიც არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ ჩვენ მოქალაქეობას და შემდგომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიენიჭებათ მოქალაქეობა ვერ გავაქვს თქვენ სამართლებრივ შეცდომაზე საუბრობთ სამართლებრივი შეცდომა არის დაშვებული კონსტიტუციაში და ამაზე აპელირებთ თქვენ არა ბატონო რომელზეც აქამდე არავის არაფერი არ ახსენებია სამართლებრივი შეცდომა აბა რატო იდეაში ლოგიკას აი ლოგიკას რა იდეა უნდა იყოს კიდევ ერთხელ გეტყვით საქართველოს კონსტიტუცია ცნობს საქართველოს მოქალაქის ორ შესაძლო მდგომარეობას. გავიგეთ. ერთმაგ მოქალაქეობას და ორმაგ მოქალაქეობას. სამაგზე არ არის დავარი. გასაგებია. ორმაგი, სამაგი, ხუთმაგი ეს სულ ერთია. ყველა გაერთიანებულია ორმაგ მოქალაქეობაში. კი ბატონო. ამასაც ცნობს. გასაგებია, ძალიან დიდი დრო დავუხმეთ ახლა ამაზე. მოდით ცოტა წინ გავიხედოთ ახლა ამ შემთხვევაში ბატონი ლაშა საუბრობდა იმაზე, რომ იმუნიტეტს არ ანიჭებს ივანიშვილს მისი საქველმოქმედო საქმიანობა. მაშინ კი ბატონო, მაგრამ მაშინ რატომ წერია ეს? რაზეც საუბრობდით თუ შეფასების კრიტერიუმები არის იმ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც პირს ენიჭება ორმაგი მოქალაქეობა. ეხლა კითხვის ნიშნები ბიძინა ივანიშვილის მემარცხებაში. რატო გაჩნდა? მაინდა-მაინც მისი პოლიტიკური ამბიციების მაინტერესებს პოლიტიკური ამბიციები შეიძლება კონდეს ადამიანს ქვეყანაში. თეა დავაზუსტოთ რა ერთი რაღაცა. აქ არანაირი დამსახურებაზე საუბარი არ არის. ეხლა ამ შემთხვევაში მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. აქ პირდაპირ ავტომატურად მას დაეკარგა მოქალაქეობა. იმიტომ რომ გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქე. თქვენ ვერ თახდებით ამაზე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კონსტიტუცია არ ცნობს მაგაზე ვისაუბრეთ, ახლა სხვა ნაწილზე გადმოვიდეთ. მაგ ნაწილზე ვისაუბრეთ, ვერ თახდებით. კარგი, დაუშვათ რაღაც ლაფსუსი მოხდა, კი ბატონო. აქ დამსახურებაზე აღარ არის უკვე საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმუნიტეტი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს და არც მე. მან დაარღვია ამ შემთხვევაში კანონი, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დაეკარგა მას ავტომატურად და ეს გზა ბიძინა ივანიშვილს უკვე გავლილი აქვს ერთხელ. მაშინ, როდესაც მან მიმართა რუსეთის სახელმწიფოს, რომ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, მან მიმართა ასევე საქართველოს ხელისუფლებას, რომ გასულიყო საქართველოს მოქალაქეობა. ჯერ არ მიუმართა. ანუ იცოდა მან. ისევ ცდებით ბატონო ლაშა, არ მიუმართა რუსეთის სახელმწიფოსთვის. ის ისევე გახდა რუსეთის მოქალაქე, როგორც 1991 წლის შემდეგ უბრალოდ 93 წელს მიღებული კანონი არ როგორ გახდა რუსეთის ის ცხოვრობდა რუსეთში კი ბატონო და საბჭოთა კავშირის პასპორტის საფუძველზე ის ყველა ვინც ცხოვრობდა რუსეთში გახდა რუსეთის მოქალაქე ასევე იყო საქართველოს მაცალე სხვა რაღაცას ვიღოთ ჩემთვის ფორმას ამ შემთხვევაში რუსეთში როგორ მიიღო მან მოქალაქეობა მნიშვნელობა არ აქვს როგორც საქართველოს მხარისთვის ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას და იმას უსვავ ხაზს მე
მე რომ ამ ადამიანმა მაშინ როდესაც რაღაც ფორმით ის იღებდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ინჯერდა ამ მოქალაქეობის სტატუსს მიმართა საქართველოს რომ გასულიყო საქართველოს მოქალაქე. ანუ მან იცოდა რომ ის ნამდვილად იცით რომ მიმართა საქართველოს მოქალაქეობიდან გასულაზე. თუ არ იყო საქართველოს მოქალაქე როგორ არა იყო დაბადებით ხო იყო საქართველოს მოქალაქე ის ხო დაბადებულია საქართველოს იყო საქართველოს არ არსებობდა ჩვენთან. არა როგორ არა საქართველოს მიმართ მისი განცხადება არსებობს არა ბატონო ვახტანგ არსებობს მისი განცხადება რომ ის გადის საქართველოს მოქალაქეობიდან იმიტომ რომ ენიჭება მას რუსეთის მოქალაქეობა. ანუ მას ეს პროცედურა გავლილი აქვს მან ძალიან კარგად იცოდა 2004 რომ ამ შემთხვევაში ეს პროცედურა უნდა გაერო. ამ შემთხვევაში მან როცა მიმართა საფრანგეთს საფრანგეთში გაელო ის პროცედურები რომ გამხდარიყო საფრანგეთის მოქალაქე მან არ გააკეთა შეტყობინება საქართველოს მხარისთვის უნდა გაეკეთებინა. უნდა გაეკეთებინა. არ უნდა გაეკეთებინა. იმიტომ რომ მაინც და ორმაგი მოქალაქეობის სტატუსი თქვენ ჩემი აზრით კითხულობთ არასწორად ამ ნორმას. თქვენი მაგაზე შევკითხულობ არასწორად ეგეც ხო გამოსავალია. ამიტომ თქვენ რომ აპრიორი ეგრეა. ბატონო რაცა თქვენ ამბობთ აპრიორი ეს არის სწორი. ბატონო ვახტანგ თქვენ შეგიძლიათ ბატონ ამ ადამიანებს ყველას ვინც დაკარგა ამ ნორმით უთხრათ გაასაჩივრონ ეს რომ საკონსტიტუციო სასამართლოში და თქვა რომ მათ უკანონოდ აქვთ ეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმული მასში. ძალიან ადვილი ფორმით წახდე რომ უკანონო არის ამ შემთხვევაში. ამაზე არ გამიგია არასდროს. უკანონო არის ამ შემთხვევაში პრეზიდენტის გადაწყვეტილება. დღეს გახდა თქვენის პრეზიდენტი. იმიტომ რომ ეს ნორმა მე არ დამიყენებია არასოდეს საკითხი. არც ახლა მიმაჩნია რომ 32 მუხლის ის 4 პიროვნება. არც ბიზნესის ადვოკატები ამაზე არ საუბრობენ არავინ. თქვენ საუბრობთ ხოლმე ადვოკატი არა ამ შემთხვევაში კონსტიტუციონალისტია ბატონო მე ეს ვთქვი რასაც ახლა ვამბობ აი კი ბატონო ვიცი გასაგებია 5 თუ 7 ვერ დავეთანხმდით ინტერპრეტაციაში გასაგებია მაგრამ თქვენ და მე ვერ თანხდებით ნუ აცხადებთ მაინც იმას რომ რაც თქვენ თქვით არა ვერის თქვა მინდა ეს არის თქვენი მოსაზრება ანუ თქვენი მოსაზრებაა მე ჩემი მოსაზრება თქვენ აცხადებთ თქვენ მოსაზრებას როგორც უეჭველს და ჩემი უფრო გამყარებულია ბატონო ვახტანგ იმიტომ რომ დღეს გახდა ეს ცნობილი თქვენის მხრიდან რომ ეს თუმე ყოფილა ანტიკონსტიტუციური ნორმა ეს არ მithქვამს კიდევ ვიმეორებ არ მithქვამს მაგით თქვით აბა რა თქვით ინტერპრეტაცია არის ამ ნორმის არაკონსტიტუციური მეთქი მე ესა ვთქვი მე ვთქვი რომ 32 ბატონო მიყური ხართ დიდი ბოდი არა უკაცრავად ეხა მოდით გვაქვს ჩვეულებრივი მამაღლასაუბრო კი ემოციური დაშვიდით ძალიან ხო იმიტომ რომ ეს თქვენი ინტერპრეტაცია მე მაგ ჩემი არ გასაგებია ბატონო შეიძლება. კარგით, მოდით ახლა. კი ბატონო, ბატონებო. ბატონებო, ძალიან. ყველი ხარ და მაგიტო გეუბნები. არა, ბატონო, იმიტომ რომ მე რამდენი დაკეთებ ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. არა, ზუსტად იმას ვიძახი, რასაც თქვენ ვიძახით. აი, ისე ვიგივე. გადაცემაში რეკლამის დროა ბატონებო. გავიგეთ. გასაგებია. ბატონებო, ბატონლაშა, გადაცემაში. ნერვები უნდა გქონდეთ. მოდით ყველანი დავშვიდდეთ. თქვენ ნერვიულობთ. რეკლამა ვნახოთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდეთ ეთერში. უყურებთ და ასევე უსმენთ არგუმენტებს დასკვნით ნაწილს რადიო მაესტროს ეთერში ლაშა თორდია ვახტანგ ხმალაძე ჩვენი გადაცემის სტუმრები მე დავასრულო მინდა გადაცემა იმაზე საუბრით რაზეც დავიწყეთ გადაცემის დასაწყისში მე ვსაუბრობდი პატრიარქმა ქადაგების დროს ისაუბრა ამ თემაზე მე მოვახდენ მის ციტირებას დღეს ბევრი საუბარი ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე რა თქმა უნდა რადგან ის ქართველია ასეთმა უბრალო საკითხმა ასეთი არასასრული კამეთი რო გამოიწვია ძალიან სამწუხარო აცხადებს პატრიარქი მე მაინტერესებს გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ამ მიმართვას როლში მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის პატრიარქის მოსაზრებები პატრიარქი ყოველთვის მოგვიწოდებს ჩვენ ტოლერანტობისკენ შეწყალებისკენ და მეგობრობისკენ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია როგორ შეიძლება პატრიარქმა თქვა საუბროს რაიმე უფლების შეზღუდვაზე დაპატიმრებაზე ან უფლების ჩამორთმევაზე და პატრიარქი იმიტომაც არის პატრიარქი რომ ყოველთვის რა თქმა უნდა მან უნდა მოგვიწოდეს ტოლერანტობისკენ და მსგავს ტიპის ურთიერთობისკენ თუმცა არის მეორე მხარე ჩვენ არ უნდა შევიყოთ ყوان პატრიარქი და საპატრიარქო შეცდომაში და ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში ცდილობს რომ შეცდომა შეიყვანოს საპატრიარქო თლიანობაში ვინაიდან პოლიტიზირება მან მოახდინა პოლიტიზირება ამ თემის და მის მომხრეებმა ვინაიდან ერთი რაღაცა არის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის კანონით დადგენილი
ნორმები, რომელიც პირდაპირ გულისხმობს ამას. ბიზნეს ევანიშვილს აქვს უფლება დაუმფლებას ნამდვილად არავინ არ უწყობს, რომ მიმართოს პრეზიდენტის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. მას შეეძლო თავიდანვე ამ გზით წასულიყო და ეს ამ გზით არ წავიდა, პირიქით დაიწყო პოლიტიზირება ამ საკითხის და მხოლოდ იძახის რომ ას არ უნდა ჩამორთმეოდა, იმიტომ აცხადებს ამას, რაც შეეხება მოქალაქეობის აღდგენის მინიჭების საკითხს, აღდგენის საკითხს, მე როგორც ვიცი, ისინი ამზადებენ ამასთან დაკავშირებით. მიმართავენ ამას მომავალი გვაჩვენებს, მიიღებს თუ არა იგი მოქალაქეობას, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება და ამ შემთხვევაში აუცილებელია ეს პროცედურები იქნას დაცული, როგორც ყველა მოქალაქის მიმართ არის. ეს პროცედურები სავალდებულო. როგორ შეყავს შეცდომაში ივანიშვილს პატრიარქი? ყველა ადამიანი შეყავს ბიზნეს ევანიშვილის შეცდომაში, იმიტომ რომ ახდენს ამ საკითხის პოლიტიზირებას. როდესაც საუბარია რომ მას უკანონოდ ჩამართოს, ეს ისე ნამდვილად არ არის. კი ბატონო. ეს არის ცალსახად და სამართლებრივად არის სასამართლო დავა და სასამართლოში ეს გაიგო. მას აქვს მეორე გზა ძალიან მარტივი. მას შეუძლია მიმართოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. მან ეს გზა არ აირჩია სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამ თემაზე აპელირებს და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომ ჩვენი მიზანი არის მე მქონდა ამაზე საუბარი მის ადვოკატთან, იყო პროცედურები, არის პროცედურები, რომელიც ეხება რუსეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებს, რომ ეს პროცედურები სრულდება რამდენიმე დღეში და როგორც მე ვიცი, როგორც მისი პირადი ადვოკატი გვატყობინებს, რამდენიმე დღეში ამასთან დაკავშირებით გაკეთდება მიმართვა უშუალოდ პრეზიდენტის სახელზე. ბატონო ვახტანგ, აყენებს თუ არა უხერხო მდგომარეობაში ამ შემთხვევაში პატრიარქის მიმართვა ხელისუფლებას. მართალია ბატონო ლაშა საუბრობს იმაზე, რომ ივანიშვილს შეცდომაში შეყავს პატრიარქი, მაგრამ არსებობს მეორე მოსაზრებაც. გასაკვირველია, არსებობს სხვა მოსაზრებაც, ყველას აქვს უფლება იფიქროს ისე და შეაფასოს ისე, როგორც მას სურს. მე ვერ ვხედავ აქ რაიმე შეცდომაში შეყვანას, ვერც იმას ვერ გავიზიარებ, რომ ივანიშვილი ატყუებს მოსახლეობას, ყველას, ასე ვთქვათ, რომ აი ამას არ ახდენს პოლიტიზირებას ამ საკითხის. რომ ახდენს ამის პოლიტიზირებას, მე სიმართლე გითხრათ, სხვა საფუძველს ვერ ვხედავ ამისას, მაგრამ ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდა. ამ შემთხვევაშიც თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების ასე ვთქვათ დაინტერესებას ამ თემით. თუ გავითვალისწინებთ როგორი არის რეაქცია საზოგადოების მხრიდან ამ მოქალაქეობის შეწყვეტაზე. თუ გავითვალისწინებთ თუნდაც იმას, რომ მოქალაქეობის მინიჭების ან აღდგენის შემთხვევაში ის პოლიტიკური სარჩული რომ იმიტომ შეუწყვეტეს მოქალაქეობა, რომ ეშინიათ ივანიშვილის კრება. ანუ არ მეშინია ბატონო. არ მეშინია და ვანიჭებ მოქალაქეობას და კონდა ისევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, როგორც სხვა იღებს. ამას ყველაფერს თუ დავამატებთ, და უფრო სწორი იქნება, მე ვიტყოდი თუ თავში დავსვამთ პატრიარქის აი ამ გუშინდელ ქადაგებაში ნათქვამს. ჩემი აზრით ყველაზე უფრო გონივრული იქნებოდა მოქალაქეობის მინიჭება. რადგან კანონი არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ თუ მიენიჭა პირს მოქალაქეობა და მერე შეუწყდა მოქალაქეობა, რომ მე შემდეგ აღარ შეიძლება მოქალაქეობის მინიჭება, არაფერს ამბობს და ამ დროს ცოტა ძალიან რბილად ვიტყვი, ცოტა უმადურობა იქნებოდა, რომ იმ ადამიანს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ამდენ სიკეთეს აკეთებდა ქვეყნისათვის, ეს სიკეთე არ დაუკვირდა. გასაგებია. ბატონებო, მოდით დავაკვირდეთ, როგორ გამთავრდება მოვლენები, ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა ამ თემაზე ვისაუბროთ გადაცემაში ბატონო ლაშა, ბატონო ვახტანგ. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ზუსტად 9 საათზე მაესტროს ახალბებს მაკაცინცაძე გაგაცნობთ, 10 საათზე პირდაპირ საუბარი გელით და ეკაბერძის სტუმარი იქნება ლადო პაპავა, მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.